Გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი სიახლე. უნდა წავიკითხოთ სიტყვები გერმანულად და მერე ამ სიტყვების განმარტებაც გერმანულად უნდა წავიკითხოთ. მე რა თქმა უნდა ბოლოს ამას გადავთარგმნი, მაგრამ თავიდან გერმანულად წავიკითხავთ სიტყვებსაც და სიტყვების განმარტებებსაც. მოდით დავიწყოთ. პირველი ეს არის das Kino. Das Kino. Ახლა განმარტება. Hier kann man Film sehen. Hier kann man Film sehen. ესე იგი კინო და აქ შეიძლება ფილმების ყურება. შემდეგი. Das Restaurant. Das Restaurant. Hier kann man essen. Hier kann man essen. Restorani, აქ შეიძლება ჭამა. Der Bahnhof. Der Bahnhof. Hier kann man den Zug nehmen. Hier kann man den Zug nehmen. Der Bahnhof სადგური და აქ შეიძლება გაყვე მატარებელს აქედან. შემდეგი ეს არის die Bank. Die Bank. Hier kann man Geld holen. Hier kann man Geld holen. ანუ ბანკი და აქ შეიძლება ფულის აღება, მიღება. შემდეგი die Bushaltestelle. Die Bushaltestelle განმარტება Hier kann man den Bus nehmen. Hier kann man den Bus nehmen. ავტობუსის გაჩერება და აქ შეიძლება გაყვე, ანუ აქედან შეიძლება გაყვე ავტობუს. Das Hotel. Das Hotel. Hier kann man essen und schlafen. Hier kann man essen und schlafen. სასტუმრო, აქ შეიძლება ჭამა და დაძინება. Der Supermarkt. Der Supermarkt. განმარტება წავიკითხოთ. Hier kann man Lebensmittel kaufen. Hier kann man Lebensmittel kaufen. Supermarketi, აქ შეიძლება პროდუქტების ყიდვა. Die Apotheke. Die Apotheke. Hier kann man Medikamente kaufen. Hier kann man Medikamente kaufen. Aptiaki, აქ შეიძლება წამლების ყიდვა. და ბოლო, die Bäckerei. Die Bäckerei. Hier kann man Brot kaufen. Hier kann man Brot kaufen. საცხობი, აქ შეიძლება პურის ყიდვა. ახლა კი მოდით გადავიდეთ წინდებულებზე. დღეს უნდა ვისწავლოთ რამდენიმე წინდებული, ოღონდ ამ წინდებულებს ჩვენ ვისწავლით დავალებებით, ანუ დავალებას შევასრულებთ და იმ დავალებაში არსებულ წინდებულებსაც ვისწავლით. მაგალითად, ახლა ეკრანზე თქვენ ხედავთ დავალებას. აქ წერია wo steht das Auto, ანუ სად დგას მანქანა. Wo steht das Auto? და მოდით ახლა წავიკითხოთ დაბლა არსებული ვარიანტები და სურათებს უნდა დაუკავშიროთ ჩვენ ეს ვარიანტები. მაგალითად, აქ წერია vor dem Bahnhof. Vor dem Bahnhof, ანუ სადგურის წინ და ეს არის რომელი სურათი? პირველი სურათი, ხო? ეკრანზეც ახლა თქვენ ხედავთ. Vor dem Bahnhof, ანუ სადგურის წინ. B. An der Bushaltestelle. An der Bushaltestelle. ანუ ავტობუსის გაჩერებასთან. ავტობუსის გაჩერებასთან ეს იქნება მესამე სურათი. ავტობუსის გაჩერებასთან an der Bushaltestelle. C. Hinter dem Restaurant. Hinter dem Restaurant. რესტორნის უკან. Hinter ნიშნავს უკან. მეგობრებო, hinter უკან. რესტორნის უკან ეს იქნება 2, 2. შემდეგი D. Auf dem Parkplatz. Auf dem Parkplatz. ანუ პარკინგზე
და ეს იქნება რომელი 6. მე-6 სურათი იქნება ეს. შემდეგი neben der Bank, ანუ ბანკის გვერდზე, გვერდით. ეს იქნება მე-4 სურათი და შემდეგი ეს არის zwischen der Bank und der Post. Zwischen der Bank und der Post. ანუ პოსტასა და ბანკს შორისო და ეს იქნება მე-5 სურათი. ესე იგი, აქედან წინდებულები vor ნიშნავს წინ, vor წინ, მერე გვქონდა an, ანუ თან, შემდეგი hinter უკან, შემდეგი იყო auf, ანუ ზე, შემდეგი neben გვერდით, გვერდზე და შემდეგი zwischen, ანუ შორის. დაიმახსოვრეთ, რომ წინდებულების მერე გამოიყენება დატივი. აი აქ რომ წერია vor dem Bahnhof, სადგურის წინ. სადგური გერმანულად არის der Bahnhof. მამრობითი სქესია der Bahnhof. დატივში გახდა dem Bahnhof და აქ წერია vor dem Bahnhof, რადგან vor არის წინდებული. an der Bushaltestelle რომ წერია ავტობუსის გაჩერება, ეს გერმანულად არის die Bushaltestelle, მდედრობითი სქესია, დატივში გახდა der Bushaltestelle და აქ წერია an der Bushaltestelle, ანუ ავტობუსის გაჩერებასთან. და გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. აქაც ესე იგი უნდა წავიკითხოთ და უნდა მოვნიშნოთ სწორი წინდებული. მაგალითად, წავიკითხოთ der Hund sitzt, აქ წერია hinter auf. hinter ნიშნავს უკან, auf ნიშნავს ზე, ხო? dem Stuhl. აქ უნდა მოვნიშნოთ auf. და ეს იქნება der Hund sitzt auf dem Stuhl. შემდეგი Jens liegt, ანუ წევს, in-ში, vor წინ, dem Bett. Bett არის საწოლი, ხო? აქ უნდა მოვნიშნოთ in, იქნება Jens liegt in dem Bett. შემდეგი წავიკითხოთ C. Die Apotheke ist neben, ანუ გვერდზე, hinter უკან, der Post. აქ უნდა მოვნიშნოთ, ესე იგი ჩვენ neben, იქნება die Apotheke ist neben der Post. შემდეგი წავიკითხოთ Eva steht an vor der Bushaltestelle. Bushaltestelle არის ავტობუსის გაჩერება, ხო? ავტობუსის გაჩერებასთან იქნება, ანუ an der Bushaltestelle, აქ უნდა მოვნიშნოთ an. შემდეგ ეს არის das Taxi parkt an der Ecke neben der Ecke. Ecke არის კუთხე, აქაც უნდა მოვნიშნოთ an der Ecke იქნება. შემდეგი der Hund liegt unter dem Sofa. Unter ნიშნავს ქვეშ. აქ უნდა მოვნიშნოთ unter dem Sofa. შემდეგ ეს არის Eva sitzt hinter über Mario. Marios უკან იქნება, ანუ hinter უნდა მოვნიშნოთ და ბოლო ეს არის die Schule ist über auf der Bank. აქ უნდა მოვნიშნოთ über, ანუ თავზე. Über ნიშნავს თავზე. Die Schule ist über der Bank. აი ესე უნდა მოვნიშნოთ. ესე იგი აქ უნდა მოვნიშნოთ über და არა auf. დიახ, და ეს იყო ჩვენი ბოლო დავალება, დღევანდელი გაკვეთილის ბოლო დავალება იყო ეს. ესე იგი, მეგობრებო, დღეს ჩვენ ჯერ ვისწავლეთ რამდენიმე ახალი სიტყვა და მერე რამდენიმე წინდებული.